მოგესალმებით. ეს გადაცემა ხედვა, მე კი მისი წამყვანი შუკიანა ხურხაძე გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი პოეტი ირინოლა გურული. ირინა შანიძე. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. გაგვეცანით გითხარით თქვენ შესახებ, რა პროფესიის ადამიანები ბრძანდებით, საცხოვრობთ? გამარჯობათ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, დროის დათმობისთვის. მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, ირინა შანიძე, რომელიც დაიბადა სამტრედიის რაიონში, გაიზარდა აქ სამტრედიაში, დაამთავრა ნოღის საშუალო სკოლა, მანამდე ფაყუდის სული 9 კლასი ვსწავლობდი ფაყუდის საჯარო სკოლაში და შემდეგ გადავმოდი ნოღის საშუალო სკოლაში, დაამთავრე წარჩინებით. შემდეგ ჩავდარე უნივერსიტეტში ქუთაისში, დაამთავრე უნივერსიტეტი, მე 5 წელი ცხოვრობდი ოჯახთან ერთად ოჯახში ვქმნი და უცხოეთში და მას შემდეგ 5 წლის მერე დავბრუნდი და ვცხოვრობ საქართველოში ოჯახთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. პროფესიით, რადგან ვარ დედა, ვფიქრობ, რომ ცოტა ყველა პროფესიას ვფლობ. ვარ ექიმიც, ფსიქოლოგიც, მზარეულიც, თანაშემწეც ოჯახის წევრებთან და ამასთანავე ვარ მასწავლებელი, ვასწავლე მათემატიკას, ზოგად უნარებს, მომზადებ აბიტურიენტებს და სტუდენტებს მაგისტრატურის გამოცდებისთვის ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. აი ეს გახლავართ მე. ცხოვრობთ და მოღვაწეობთ ქუთაისში. ცხოვრობ და მოღვაწეობ ქუთაისში უკვე დიდი ხანია. 2000 წლიდან ცხოვრობ ქუთაისში. და 2000 წლიდან უწყობი აი ამ საქმეს მასწავლებლობას, მოსწავლების მომზადებას, ანუ მოგჭირდა მოსწავლებელი ცენტრი. ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო ირინა, რას ნიშნავს თქვენთვის პოეზია და თუ გახსოვთ თქვენი პირველი ლექსი? ჩემთვის პოეზია, აი ჩემ სოციალურ სივრცეში, ჩემ გვერდზეც ამ თავარ თემაზე ეს მიწერია. პოეზია ჩემთვის არის თავშესაფარის, სულის ტაძარიც და ბრძოლის არენაც. თუ რამე სათქმელი მაქვს, ვამბობ ლექსით და ასე უფრო მიიღდება პოეზიასთან ერთად ცხოვრობ აქტიურად. ქალბატონო ირინა, გჭირდებათ თუ არა რაიმე განსაკუთრებული ადგილი, რაიმე განსაკუთრებული მოვლენა საიმისოდ, რომ დაწეროთ ლექსი? ლექსის დაწერას ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული გარემო, განსაკუთრებული განწყობაც იმისთვის, რომ შეძლო რაღაცა შექმნა. პირადად ჩემთვის ასეა, მე მჭირდება სიწყნარე, სიმშვიდე და მარტოობა, რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ შევქმნა დავწერო ლექსი, რომელიც ხშირად მეკარგება იმის გამო, რომ არ მაქვს ამის ფუფუნება, იმიტომ რომ ძალიან დროს მუშაობ და აქტიურად, როცა მოდის მუზა და რაღაცა მინდა დავწერო და იმ დროს ვარ გაკვეთილზე, მეკარგება მუზა ვერ ვწერ პერიოდში და შემდეგ ვცდილობ დავაბრუნო ეს გაქცეული მუზა, მაგრამ არ მოდის ის პირველი სახით და ყოფილა ეგეთი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში. თუ გახსოვთ პირველი ლექსი, რა ასაკში დაწერეთ? რა ლექსი იყო და რას მიუძღვენით? პირველი ლექსი დავწერე ალბათ მე-5 კლასში ვიქნებოდი 11 წლის ასე. ეს იყო მასწავლებლის მიერ მოცემული თემის პასუხი, მან მოუწა დასაწერად ცვლილება, სად ვხედავდით ჩვენს თავს მომავალში და მე ორტაებიანი ლექსით ვუპასუხე ამ ის მოთხოვნას და მეორე დღეს როცა მივიტანე წაიკითხა მასწავლებელმა იზოლოვრია მასწავლიდა ქართულს, მე ყოველთვის აღნიშნავ, რომ ის იყო არაჩვეულებრივი ფილოლოგი და მისი გაკვეთილები მართლა სპექტაკლები მახსოვს და როცა წაიკითხა ეს კი შეეპარა, იფიქრა, რომ ფილმე დამეხმარა, იმიტომ ძალიან ისეთი დიდული ბრძნულია ესო შენთვისო მითხრა და გულიც დამწყდა, იმიტომ რომ მართლა არავინ დამოყარებია და მას შემდეგ ხშირად მაძლევდა დასაწერად სხვადასხვა ხასიათის თხზულებებს, რასაც მე უფრო ხშირად პასუხობდი ლექსებით და იქ სპონტანურადაც დამიწერია ხშირად გაკვეთილზე და მე შემოქმედებით წრეში გამოერთიანა და იქ
კიდევ მოყოლებული წერილექსი ზებიათ არ მახსოვს სადღაც ტელეფონში მაქვს მე წაიგავს თუ რა. ხართ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. რას ნიშნავს ეს ტიტული თქვენთვის და რა ემოცია გქონდათ, როდესაც მწერალთა კავშირის წევრი გახდით? ემოცია სასიხარულო იყო ნამდვილად ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ეს უკვე ნიშნავს კონდეს რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობაც, გარკვეული თავდაჯერებულობაც და სიამაყეც იმისა, რომ იმ ლიტერატურული კორიფეების ფონზე, რაც რის გამოც მე ქართველობა მიხარია, რის გამოც ქართველობა მიხარია, ანუ ერთი პატარა სიტყვა, ერთი პატარა მარცვალი შენც რომ თქვა და ერთი პატარა საფეხური შენც იყო, ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და რა ვიცი, მე გამიხარდა ძალიან, თუმცა მომანიჭეს ეს ბედნიერება, ჩემი ძვირფასი მეგობრების მხარდაჭერი. თქვენ როგორ გიქრობთ? არის თუ არა სათანადოდ დაფასებული დღეს პოეზია და მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ? მე ვფიქრობ, რომ დღეს სათანადოდ დაფასებული ვერ არის პოეზია და წერილობა. მე ასე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა ამ ბოლო ჟამს პერიოდში შეიმჩნევა კერძო ჯგუფისებიდან ადამიანების აქტიურობა, რომლებიც ცდილობენ წინ წამოწიონ ქართული სიტყვა ეკონომიკურობას და გააცნონ საზოგადოებას ახალი სახეები და ერთ-ერთი სამტრედიის რაიონში ჩემს საყვარელ ქალაქში ხარც თბეჟურიანა და მე ამას საჯარო ამბობ მადლობას გიცხადებთ იმ გაწეული შრომისთვის, რასაც უანგაროთ დებთ საქმეში, რაც ემსახურება ქართული სიტყვის კრონიკობას, წინწამოწევას, ახალგაზრდების წინმთარი დაახლოებას და ამას სრულად შიშველი ხელებით უანგაროთ სრული ენთუზიაზმით აკეთებთ და ეს მართლა დასაფასებელია და ბევრი მინდა ჩემს სამტრედიაში ასეთი ადამიანები არსებობდნენ. ჩვენთან ქუთაისში არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად არიან ამ საქმეში ჩაბმულები, მაგალითად თემოძიძიგულის სალონის საღამოები, რომელსაც ირმა ყურასბედიანი ხელმძღვანელობს, ძალიან ხშირად წარმოაჩენს ახალ სახეებს და უდგას გვერდით ქოლმაგად და აი ძალიან ბევრი სახე აჩვენა ქუთაისურ საზოგადოებას. ასევე არის პოეტის სახლი მარგი, რომელსაც ნათალა კუჩქვა ხელმძღვანელობს და ისიც აქტიურად არის ჩაბმული ამ ხელოვანთა სამსახურის საქმეში. ასევე არის მზის თეატრი, ნათია ჯემშელაიშვილი, რომელიც არა მარტო მზის თეატრი ზოგადად თავისი მოღვაწეობით ცდილობს ყველგან ტურს არ ვინახავს მარგარიტები ამოკლიბოს, ასევე არის ლუის პარნასი, არის საზოგადოება ქუთაისელი, რომელზეც მე მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვიქნები თუ იარსებებს ასეთი საზოგადოება სამტრედიაში, თუნდაც თავდაპირველად ენთუზიაზმის დონით არსებობდეს ეს და არ იყოს თქვა დაფინანსებული, მე ვიქნები ერთ-ერთი აქტიური და სიამოვნებით მომსვლელი და ჩარიცხული წევრი ამ საზოგადოებაში. თუ შეიკრიბება სამტრედიის ინტელიგენცია და შემოქმედი ადამიანები და თუნდაც ორ თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ამ ქართულ სიტყვას გააჟღერებენ ჩემს რაიონშიც, მოიწვევენ ბავშვებს, ესტუმრებიან სკოლებს და დაგეგმავენ აქტივობებს, ეს იქნება ძალიან კარგი. მაგალითად, თემო ჭახნაკიას აქვს ერთი გვერდი სოციალური გვერდი ცნობილი სამტრედიელები და მას შეუძლია ეს საზოგადოება სამტრედიელიც დააფუძნოს მიმართა ვაკიდან და შემოიჭროს ირგვლივ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ვიქნები ერთ-ერთი რიგით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობაზე ჩავდებ ჩემს წყვილს ახალგაზრდა თავის წიგნთან დაახლოებაში და თქვენ ხართ, რა ვიცი, შეუძლებელი თქვენი საქმიანობით მართლაც და აი ახლა ეს წიგნიერება კიდე თავს ვადევნებ, ბავშვებს უვითარებს საუბრის, კითხვების დასმის, სხვადასხვა სივრცეებში თავდაჭერის და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარს. შობლებმა ჯერ კიდევ არ იციან ეს რა ბედნიერებაა მათი შვილებისთვის, რომ თქვენ გავხართ. სამტრედიაში ცოტა არის ესეთი ორგანიზაციები, თუნდაც ესეთი ენთუზიაზმზე დაყრდნობილი, როგორც თქვენ ხართ, რომლებიც ქართულ სიტყვას და პოპულარიზაციას უწევს და ავტორებს ქოლმაგობს. ქუთაისში ბევრი ყავს ასეთი, როგორც გითხარით.
ერთ-ერთი ასე კულისებში კიდე მოვაწეობს კულისებიდან, ასე ვთქვია, ლიტერატურის სალონების აქტიური წევრი, ჩვენი მშვენიერესი ქალბატონი ვენერა სვანიძე, 85 წლის ქალბატონი, რომელიც სადაც თითქმის ყველა პოეტის ლექსი აქვს, ყველა ავტორის, ყველა შემოქმედის, რომელიც საჭიროებს დგომას და დახმარებას ამღერებული. მათ შორის რამდენიმე ჩემი ლექსიც აქვს ამღერებული და ის კვლავ ესეთი ენთუზიაზმით შრომობს იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ავტორი ყურადღების გარეშე და ასეთი ადამიანები მართლა საჭიროა იმისთვის, რომ мотивация ქონდეს ავტორს იმისთვის, რომ რაღაცა პატარა სიხამლე მიეჯოს მას. სიყვარულს უმღერი დროს რომ არ გახოლია ბედის წერის საზღვარზე ფერთა ეფემერები სევდას ისე დაეწყო ლურჯი მელანქოლია გაიტაცა ზამთარმა ნაფერები ფერები სევდას ისე დაეწყო ლურჯი მელანქოლია გაიტაცა ზამთარმა ნაფერები ფერები დამეწია აღმართზე განაქვები ლოდები სულს უბერა ვარ ჩაქრეს სურვილი და ლოდები თითქოს ნაბერც გალები სულში სულ არ მქონია ახლა ისე მაძვალებს ლურჯი მელანქოლია თითქოს ნაბერც გალები სულში სულ არ მქონია ახლა ისე მაძვალებს ლურჯი მელანქოლია ხართ ჩვენი პროექტის გავიზიაროთ ერთმანეთს პოეზიისა და პროზის სიყვარულის აქტიური წევრი და რაც ჩვენ სივრცეში გამოჩნდით, მას შემდეგ არც ერთი სალონების საღამოთ რო პოეტებთან შეხვედრა არ გამოგიტოვებიათ ყოველთვის გსტუმ რომ შესაბამისად დაიმსახურეთ მონაწილეების განსაკუთრებული სიყვარული და ხშირად ასახელებენ რომ მათთვის საყვარელი პოეტი ამ პროექტში არის ირინა გურული. თქვენთვის ჯერ პროექტი რას ნიშნავს და გქონდა შარშან შემთხვევა რომ ყველაზე საყვარელ პოეტად ყველამ ერთხმად ირინა გურული დაასახელა და ეს პასუხისმგებლობას გარკვეულწილად გაკისრებთ თუ არა? ეს ალბათ იმიტომ რომ მე განსაკუთრებით მიყვარს ბავშვები და ისინი გრძნობენ ჩემს სიყვარულს და დამოკიდებულებას მათ მიმართ და ამ სიყვარულით პასუხობენ და ეს იყო სწორად ალბათ ის ჟესტი მათი მხრიდან რომ ის ლამაზი ჟესტი რომ დამასახელეს მე თავიანთ საყვარელ პოეტად ალბათ ამიტომ მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა როცა ბავშვები და ახალგაზრდაობა ჩემი სამგრედის და ჩემი საყვარელი ქალაქის ახალგაზრდაობა ამბობს ამას და ამიცი ჩემი სიყვარული მათ და თქვენ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს პროექტი გახდა საფუძველი იმისა, რომ მე ეს ბავშვები ეს თაობა გავაცანი და უბრალოდ ვიქნები თანამშრომელი მათთან, თუ რამეზე დამიძახებენ, თუ რამეზე მოესურვებათ ჩემთან საუბარი, მზადდებენი ნებისმიერ მათ კითხვას უპასუხო და გავატარო მოთხოვნის ქართული ნაწილი მათ გვერდით, თუ ეს მათთვის საჭირო იქნება და ამიცი ბედნიერი ვარ, მეტყვით რომ ვარ გავაზრდოთ ერთმანეთს პრესის და პროზის სიყვარული ამ პროექტის წევრი და ნაწილი მეც. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონოები, თქვენს შემოქმედებაში რა როლი აქვს თქვენს ოჯახს? ჩემი ოჯახი, ჩემი ფრთებია. ჩემი შვილები, ჩემი ნავსაყუდელი, ჩემი სახლი არის ადგილი, სადაც ვივსები ენერგიით დაღლილი როცა მოვიდება. ისინი არიან ჩემი პირველი შემფასებლები, ჩემი ლექსები, ჩემი ნოველების პირველი წამკითხულების შემფასებლები და განკრიტიკებლებიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მყავს 27 წლის ვაჟი, 25 წლის გოგონა და ამ თაობის ახალგაზრდებს განსაკუთრებით კაცრი კრიტიკა აქვს და ვითვალისწინებთ თუ მაგრიტიკებენ და ვითვალისწინებთ მათ კრიტიკასაც და მათ ყველა ნუანსასაც მაგალითად მოთხოვნა შესაძლებელი და ეს შევთანხმდება. დამჩნევთ დაბეჭდილება, რომ თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებლები თქვენი შვილები არიან. კი, ასეა. შვილები და მე. ყავს პოეტი
ცოტა ხმოვანად გქონია შემოქმედი მეუღლე, რომელიც ყველაფერს თქვათვალით უყურებს, რომელიც ძალიან როგორ გითხრათ ახლა დაფრინავს ხშირად ალბათ ძნელია ვერ გეტყვი რამდენად იულიამისთვის ალბათ თვითონ უფრო გიპასუხებთ და ისე აქვს პოეზიასთან დიდი შეხება არ აქვს, მაგრამ ჩემი შემოქმედებიდან აქვს ლექსები, რომლებზეც ამბობს, რომ ეს რა კარგად დაგიწერია ყოჩა და ამას რომ მეტყვის არ ბედნიერი მაშინ მაგალითად ასეთი ლექსი იყო თეთრი და შავი, რომელიც არის ასეთი პროექტი შალვა კაბლაძის ლექსი კედელზე, ერთი ლექსი კალენდარში და ბატონი შალვა არის ისეული ახალგაზრდა, რომელიც არა მარტო ქართულ სიტყვას, არამედ ქართულ ანბანს ეფერება თავისი პროექტით და აი ამ პროექტის ხედვის არეალში მოხდა ეს ლექსი მე და ძალიან უხალოდა ჩემს მეუღლეს, რომ მისი მუზეუმური ლექსი დაიწერა სწორედ ანა კალენდაძის კალიგრაფით და იყო მისი მუზეუმური ერთ-ერთი ლექსი, ისე აქვს რამდენიმე ლექსი, რომელზეც კიდე ამბობს, რომ აი ეს მართლა კარგად დაგიწერია, თუმცა ყველას არ იცნობს. ნამდვილად დაგეთანხმებით იმაში, რომ როცა ამბობთ, რომ ჩემი ოჯახი არის ჩემი ფრთები, ეგ ნამდვილად რეალობა, იმიტომ რომ თქვენ იმ ჰარმონიულ გარემოს გიქმნით მეუღლე და შვილები, რომ შეგეძლოთ თქვენი ნიჭის წარმოჩენაც. თქვენი წიგნის სათაური არის ერთი ჩემი ნალვისხე. პირველი წიგნის სათაური არის შენსკენ მისამართო, ანუ ქარს გადანებული წერილები, მეორე წიგნი დასათაურებულია ჩემი ნალვისხე, მესამე არის გური ხელის გულზე და სულ ახლახან მზად არის და ალბათ გამომიცემა რამდენიმე დღეში დამჭრილია წიგნი მეოთხედრეული, რომელსაც ქვია მზითვად მზეს მიზერები. ასენით რომ თქვენ იმყოფებოდით საქართველოს პარტიებს გარეთ ცხოვრობდით 5 წლის მანძილზე. Როგორი ნოსტალგია გქონდათ იმ 5 წლის მანძილზე და აქვე გითხავთ, რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი სამშობლო საქართველო? ჩემი საქართველო, ჩემი სახლია და ამით ყველაფერია ნათქვა. სახლის გარეშე არც ერთი ადამიანი არ ვაკარაო, აი სახლი არის ის, სადაც მოდიხარ და კედლებიც კი გეხმარება, რაც უნდა დაღლილი იყო, რაც უნდა გაბაზებული იყო, უნატკენი იყო, თითქოს კედლები გეხმარება, გეფერება და შენ სახლში ხარ მუდროდ, შვიდად და გრძნობ თავს დაცულად. ჩემი საქართველო არის ჩემი სახლი, თუნდაც ღარიბი, თუნდაც თემშეჭრილი, თუნდაც რა ვიცი, ვინ რა თქვას მის შესახებ, ჩემთვის მე ემიგრაციაში გატარებულმა 5 წელმა მითხრა ის, რომ შენ ირინა არ ხარ გაჩენილი იმისთვის, რომ იცხოვრო სახლის გარეთ, ანუ საქართველოს გარეთ და მე იქიდან ჩამოსულს ერთი წუთითაც არ მიფიქრია საქართველოს საზღვრების დატოვება, იმიტომ რომ იქიდან ჩამოვედი საოცრად დიდი დეპრესიით და საოცარი მონატრებით, ჩემი ქვეყნის ყველაფერი მონატრებოდა ყარაც კენჭიც და თავიცი სულ მეტირებოდა, როცა გავახსენებდი და ეხლაც ეს შეგრძნება რომ ამახსენდა, ეხლაც მომერია ცრემლები. არ შემიძლია საქართველოს გარეშე ცხოვრება და საქართველოს გარეთ ცხოვრება. და ამიტომაც მინდა რომ იყოს ჩემი ქვეყანა ისეთი ძლიერი, ისეთი ხელში გაშლილი და ისეთი წარმატებული, რომ აქედან არც ჩემს შვილებს, არც სხვა შვილებს წასვლა არასოდეს მოუვდეთ და აქ ზრდიდნენ დედები თავიანთ შვილებს და ეს ქვეყანა იყოს არა მარტო ჩემი ყველა სახლი. და ქართულს. ძალიან ბრძნობიარე სიტყვებია. და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები აუცილებლად გამართლდება. უნდა აუცილებლად იყოს ჩვენი ქვეყანა ძლიერი და ერთიანი. მე მჯერა ამისი ჩვენ კარგი თაობა გვყავს და ეს თაობა იტყვის თავის საქმეს აუცილებლად. სულ ახლახან დაიწყეთ ძალიან კარგი წამოწყება გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენს მოსწავლეებს ახვედრებთ პოეტებს. ჩემი მცირე შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობ პოეტებს, თანამედროვე პოეტებს, ავტორებს მივანჯო ეს ბედნიერება და სიხარული და ასევე ჩემს თავსაც და ბავშვებს, რომლებიც უზომოდ დახარებულები არიან ამ პროექტში ჩართვით, იმიტომ რომ მე ვიცი,
რომ ის შეგრძნებები, რაც მათ ეუფლებათ საუბრისას, მათი ლექსების მოსმენისას, პოეტებთან ურთიერთობისას, ის სამუდამოა და არასდროს არ წაიშლება მათი მეხსიერებიდან და მე მიყვარს პოეტები, ადამიანები, რომლებიც მე ვიცი როგორ იწერება ლექსი, როგორ ტკივილები ააწერინებს ადამიანს ლექსი, იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანები ლექსებს ვერ წერენ, არ იწერება ბედნიერებით ლამაზი სტრიქონები და შედევრები და მე ვიცი როგორ ტკივილებით იშოვება ლექსი და ამიტომ ყველა პოეტი ვისაც ვხვდები, პირველი რაც უნდა გავაკეთო ეს არის მოვეფერო, ცოტა მაინც მივეს ამ ტკივილებს, რაცაც ისინი დაატარებენ, იმიტომ რომ პოეტობა ეს არის დიდი ტკივილების გამტარობა, მე ასე დავარქმევდი და სანამ შემიძლია, სანამ ამის შესაძლებლობა მექნება, ყოველთვის შევეცდები, რომ ჩემს ირგვლივ მყოფ პოეტებს მოვეფერო კეთილი სიტყვით, ლამაზი სიტყვით და დროებით მაინც ის მივანიჭო ის ბედნიერება, რაც მათ ასე ჭირდებათ იმისთვის, რომ ისუნთქონ და мотивация კონდეთ წერის. დასასრულს წაგვიკითხეთ თქვენი შემოქმედებიდან რაიმე ისის, რომელიც გაქვთ. კარგით, ზებილად ვერ გეტყვით და რამდენიმე ლექსს ავეკითხავ, თორე ლექსს რომ არ გადავთვალოთ. ზებილად ვიცი, მაგრამ მერე ემოციური ვარ, ვინც იცნობს ყველა ვიცის, რომ ხმაც მითითის, სიტყვებიც მეკარგება და მიჩემია წავიკითხო, ამიტომ. ეხლა სულ ახალ ლექსს წავიკითხავ და მე ისევ პოეტებს მიმართავ და მას წავიკითხავ და კიდე სადაც სამწედია მავს ნახსენები იმ ლექსს წავიკითხავ. შენ ხედავ მე ხედავ, დასხვები ხედავენ მხოლოდ უთხრ სახეებს. მე ვიცი, შენ იცი, ჩვენ ვიცით და გრინავს სიჩუმეს ვახელებთ. ღემილის უკან რომ დარდია, სიმშვიდით ნაკვები სიგიჟე, მე ვიცი, შენც იცი რა ქვია, სხვა მხოლოდ ზვერავს ჩემ მისტიკეთს. სხვა ცდილობს დღიშურში იპოვოს, ღამეთან კუპრი და წყვალამი. შენ იცი, მეც ვიცი, ჩვენ ვიცით რომ არის. რაც მართლა არ არის, რომ არის არყოფნის ბზარებში, ახსნის და თავდახსნის სადგურიც. შენ იცი, რომ უნდა მიხრობენ ცეცხლიდან ალები მაცდული, ვაახლებ ჯებილებს და ბორკილებს, ვაწებებ დამტვრეოთ მამარე, მე ვიცი, შენც იცი სხვა მარა, ლექსში მაქვს გაჭრილი სამარეს. შენ ხედავ, მე ხედავ და სხვები ხედავენ ფერებში არაფერს, წერ ლექსებს. ცნობათა ნამეწყდი, ვით ჯვარცმის შეუძლებ განაჩენს. შენ მოხვალ, მეც მოვალ ალბათ შორს, უსიტყვოდ შეიძნო დანაჩენს. Ძალიან პოეტებს. ხანდახან მეხილით თაქმეხავს, ხან გიჟის მოგაცნობს მანტიას, ჩამოგაწყვანამებს ღამეთ და ხან მზის სხივებებით ამთია. დაეძებს კუნოთებით სითბოს და თან ხელი გულს უშვებს ქარაშოts, სიზმრებად დადის და სალოცავს სიყვარულს, სულს უკმებს დარაჯოს. ან გეტყვის სიტყვებით სათქმელს და ან უხმოდ გიცხადებს განაჩენს. ხან გლობს დაკარგულ არჩევანს, ხან მოსავს მზის სხივით არაფერს, რა ქვია, ნეტავა პორიაქს, მოზართა ტყვეობის სიშლეგეს, ხან მტუხსავს, ახლოს, ნუ მოდიხარ, ხან ღვინის, მოდი და მიშველე, პოეტი, ცისხელა დარდია და მიწის ტკივილთა სამარე, ცეცხლია, ალებად ქარს მიაქვს, ყოველი ლექსისას განაჩენს, კითხულობს სამხაროს თვალებში, კვდება და ლექსებად ცოცხლდება, არც რა აქვს დარვის და განდეგილს, ცას წყდება, მიწასაც შორდება და ასე მიწის და ცას შორის ნისლის ფერს მანებად კიდია, ახლოა ისეთი
თან შორი დღეს ხმება ხვალ ნორჩი კვირტია და შიშველ გრძნობებზე ქარმოსი წერენ ტკივილების სონეტებს ვით სულის სხეულიდან ამოსვლით ლექსებით შეუნდობენ პოეტებს ძალიან კარგია და ეს ცოტა იუმორის კუთხით კაცია და გუნებაო ვის რა მოეგუნება ზოგს მთავყვას ჩახლართული ღრუბლებს ედუდუნება ზოგი სათამჯერებს ნატყობს ამერიკას ევროპას ზოგს რუსეთის მეგობრობას წამს და მას მიენდობა ზოგმა მისი ცის ციალებს ამჯობინა სხვისი ცის ჩემთვის მზე ქუთაისი ბათუმი და თბილისი ჩემი სამტრედიის ქუჩებს სუნთქავ როგორც საქმელოც სიყვარულს ვაბევებ. არც ევროა, არც დოლარი, მაგრამ სუნთლად გულია. თვით სიცოცხლის სამოსახლო ჩემი ტკბილი გულია. დაჭალეჭხუნი მერეთი, ქართლ კახეთი, სიამე, წერე გულზე სახელები გრძნობა, ვერ დავიამე. სონეტიდან ცას ხელს ვკიდებ ლოცვებს, ღმერთებს ვაგულებ, უშფას ვტვარო. თეთრნულდივა, სიყვარულად ვგალობ მე, დედა მყავს და დედინაცვას ვერ ვიფიცებ და რა ვქნა, არ დამიწყოთ ახლა მავად, სხვა კარგა და სხვა ახსნა, მე რომ ჩემი საქართველო მირჩევნია სხვის ხვიტოს, აქ ხომ ჩემი ქუთაისი ბათუმოს და თბილისოს, კაცია და გუნებაო, ალბათ ესეც ვთისნება, მე რომ სამტრედია მიყვარს და ისმე თბილისება. ძალიან ბედნიერი ვარ აი ამ ლექსების მოსმენის შემდეგ. ალბათ ყველა ახალია. კი ახალი ლექსები, ისინი ძველი ლექსებია შეტანილი და გაუტესგებულები თქვენ და შეგიძლიათ ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ თუ გაესწორიან ბავშვი. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ვფიქრობ, რომ იმისთვის გზამკვლევი იქნება თქვენი საუბარი. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გაგიცანით. მადლობა თქვენს ბედნიერებმა, რომ სამტრედიაში მეგულება ჟუკიანა ფოფხაძე თავისი არაჩვეულებრივი პროექტებით და მეიმედება ჩემი სამტრედელი ახალი თაობისთვის და მინდა რომ ბევრი ჟუკიანა იყოს. სხვადასხვა მაქვს რაღაც პატარა იდეები და ისწავლით შეძელი განხორციელება ამისი მალე იქნება ეს სიახლე სამტრედიაში. მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ასე ვთქვათ დამსწრება ამ ყველაფრის, მაგრამ ვცდილობ რაღაცა გავაკეთო. ძალიან კარგი და სასიამოვნო. ძალიან დიდი მადლობა, რომ დავდეთ პატივი და გვესტუმრეთ, ჩამოგბრძანდით ქუთაისიდან. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი, სიყვარულზე უზომოდ შეყვარებული ირინოლა ბურული. ზისიანი. დიდი მადლობა.